ინგა დახმარებაში იგულისხმება ყველანაირი დახმარება, რაც მე მაქვს ინფორმაცია, ამ ინფორმაციას აუცილებლად გამოვიყენებ ის მხილებისათვის. ეს ინფორმაცია დიდი ხანია უკვე გატანილი არის ქვეყნიდან და ივანიშვილმა ეს ძალიან კარგად იცოდა. ეს თვალთვალი ზუსტად მაგასაც ემსახურებოდა, რომ რაღაცნაირად მიეგნოთ იმაზე თუ რა ინფორმაცია მქონდა, სად მქონდა, როგორ მქონდა, ახლა შიგნით ვიცი სტრუქტურებში დაიარეს თავის სტრუქტურები თუ კი იმ კითხვებით, რომ რა შეიძლებოდა მე მქონდა, მათ ისიც კი არ იციან ზუსტად რა მიჭირავს ხელში. იმიტომ რომ უფრო წინ დახედული აღმოჩნდით თურმე ვიდრე მათ ეგონათ და ვიდრე მათ სურდათ. ანუ ინფორმაცია დიდი ხანია ქვეყნიდანაა გატანილი თქვენგან თუ სხვებისგან, ესეც საინტერესოა, როცა ამბობთ, რომ დიდი ხანია ქვეყნიდანაა გატანილი კომპრომატები. ახლა ნებისმიერი ეს ინფორმაცია არის, თანხებზე წტომა არის თუ რაც არის, ყველაფერს უნდა contingency planning ქვია ამას ინგლისურად, ხო? ანუ ეს აუცილებლად უნდა იყოს სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა ქვეყნებში ისეთ ხელმისაწვდომობაში, რომ ყოველ შემთხვევაში არ მოხდეს ამის კომპრომენტირება ერთდროულად. ძალიან მარტივ, ანუ არც ისე მარტივია შეიძლება, მაგრამ როცა ასე ვთქვათ, რა ვიცი, თუ ცოტა რაღაცა ისე გინდა რომ იმუშაო და იყო რომ დაცული იყო შენ ცხოვრებაში და მით უმეტეს გაქვს დიდი კაპიტალი, მსგავს რაღაცეებზე ყველა უნდა ფიქრობდეს, იმიტომ რომ დღეს სამყარო არის სავსე მატყუარა, გადამგდები ხალხით, ადამიანებით, რომელიც მოგიბრუნდებიან და მეორე დღეს შეგიკერავენ ისეთ რაღაცას, რაც ცხადი არ ყოფილა. და ზუსტად ამიტომ უნდა იყო ყოველთვის თავში მონახულეს. ანუ ადრევე თქვენ მოახერხეთ ამ მასალების გატანა, როგორც წინასწარ ხდებოდით, რომ შესაძლოა პრობლემა შექმნილიყო რამე თქვენსა და ივანიშვილს შორის, თუ ეხლა ბოლო პერიოდში მოხდა თქვენგან რაიმე მასალების გატანა? შეიძლება რაღაც შევადარიგებასავით გამომდის. ეს ყოველთვის ნებისმიერი მასალა, რომელიც არის შენი უსაფრთხოების გარანტია, ყოველთვის, ანუ აპრიორი უნდა იყოს ისეთ ადგილებში, სადაც ხელი არავის არ მიუწვდება. ეს როცა პრობლემა დაგემართება, მაშინ კი არ უნდა დაიწყო ამაზე ფიქრი. აპრიორი თავიდანვე მასე უნდა გადაალაგო ადამიანს. ანუ ადრევე მოხდა ეს, როგორ და კიდევ ერთი თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ანუ ივანიშვილის მამხილებელი მასალები სხვადასხვა ქვეყნებშია, არა ერთ ქვეყანაში, არამედ როგორც მე მივხვდი ახლა თქვენი საუბრიდან, არამედ რამდენიმე ქვეყანაშია ახლა დაცული. დეტალებზე ახლა არ აქვს მნიშვნელობა. ოსტოში ისე არის დაცული, რომ ამასალეს არაფერს პრობლემა არ შეექმნა. გიორგი, ისევ თქვენი გასვლის თემას რომ დაუბრუნდეთ, ეს ხალხი, ვინც თქვენ დაგეხმარათ, როგორც თქვით, სისტემიდან, ეს ხალხი ეხლა მოქმედი თანამშრომლები არიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საზღვრის დაცვის? არ მინდა ამ დეტალებში შესვლა, შეიძლება ბევრ ადამიანს მათ შორის პრობლემა შეექმნას ამის გამო და ჯობია მეც ნუმალაპარაკებთ ასე. უნგრეთში ცხოვრების უფლებაზეც იწერებოდა, მე სოციალურ ქსელს გადავხედე დღეს, როცა ვემზადებოდი თქვენთან ინტერვიუსთვის და ერთ-ერთი ვარიანტი იყო, რადგან ცხოვრების უფლება გაქვთ უნგრეთში, ხომ არ შეიძლება იყოთ იქ, თუმცა მათი მეგობარი ორბანის ფაქტორი რატომღაც ალბათ ამას გამორიცხავს, მაგრამ თქვენი პასუხი საინტერესოა. უნგრეთის ბინადრობის უფლება იმის გამო, რომ მე ვეღარ ჩავედი იქ, გამიუქმდა, თუ არ ვცდები, შარშან ზაფხულში. შესაბამისად, აღარ არის ვალიდური ჩემი უნგრეთის ბინადრობა.